მოგესალმებით. მედია კავშირი ობიექტივი პირდაპირ ეთერში განაგრძობს მაუწყებლობას. გადაცემით ახალგაზრდული სულით. ჩვენი გადაცემა დიდი ხნის პაუზის შემდეგ კვლავ შემოგიერთდათ. დღევანდელი გადაცემის წამყვანები მე მარიამ კაპანაძე და ჩემი თანაწამყვანი ესმა გუმბერიძე გახლავართ. დღევანდელ თემასთან დაკავშირებით ჩვენს მაყურებელს აუცილებლად გაგაცნობს ჩვენს ტელეფონის ნომერს 23885, ხოლო Skype-ის მიზამართია ობიექტივი 2 ლათინური ასოებით. დაგვირეკეთ და აუცილებლად გამოთქვით თქვენი მოსაზრება. დღევანდელ თემას კი ჩემი თანაწამყვანი ესმა გუმბერიძე გაგაცნობთ. მოგესალმებით, ჩვენ დღეს ნამდვილად ძალიან აქტუალური თემა გვაქვს და ძალიან ცხოვრებისეული. კერძოდ კი 2012 წელს საქართველოში, თბილისში რუსთავის ავტომაგისტრალის ავტომობილო გზის განახლება და რესტავრაცია და მშენებლობა იქნა დაგეგმილი. თუმცა მას შემდეგ ძალიან ბევრი სხვადასხვა პრობლემა მოყვა ამას. პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებდა, ხოლო საქართველოს მხრიდან კოორდინაცია და მუნიციპალური განვითარების ფონდი და ასევე, რა თქმა უნდა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. თუმცა პრობლემური გახდა ამ გზის ერთ-ერთი მონაკვეთის, კერძოდ კი ფონიჭალის დასახლებაში გამავალი მონაკვეთის მშენებლობა, ვინაიდან იქაური მოსახლეობის თქმით აღნიშნული გზა ძალიან ახლოს გადის მათ სახლებთან, მათ საცხოვრებელ ადგილებთან, ასევე ეს სახლები არის ავარიული და შესაძლოა ამ გზის მშენებლობამ ეს სახლები დააზიანოს. არსებობს ასევე გარემოს დაცვითი საკითხებიც, კერძოდ კი გზა ძალიან ახლოს გადის მდინარესთან. სწორედ ამაზე ვისაუბრებთ დღეს, დამეთანხმებით, რომ საკმაოდ ხშირია ესეთი პრობლემები ჩვენს რეალობაში. ამიტომ თუ კი ვინმეს გაქვთ მსგავსი შემთხვევა და გსურთ რომ გაგვიზიაროთ, ნამდვილად ძალიან კარგი იქნება და სასიამოვნო რომ დაგვირეკოთ და გაგვიზიაროთ ასეთი ისტორიები. სწორედ დღეს და ახლა და აქ არის ამის ადგილი. ჩვენ სტუმრებს კი უკვე მარი გაგვაცნობს. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები კი გახლავთ ირინა სვანიშვილი, მწვანე ალტერნატივის ღია მრავალფეროვნების პროექტის თანამშრომელი და ამავე ტერიტორიაზე მაცხოვრებლები, რუსთავის გზატკეცილის 12 ვეგეს მაცხოვრებელი ლამარა იორდანიშვილი, 16A-ს მაცხოვრებელი ლუკა მელაშვილი და მერვე კორპუსის მაცხოვრებელი დავით ქოჩიტაშვილი. მოგესალმებით ყველას. მოგესალმებით მეც ჩემი მხრიდან ქალბატონო ირინე, მოდი თქვენგან დავიწყოთ. თუ შეიძლება მოკლედ მოგვიყვეთ და გაუზიაროთ ჩვენს აუდიტორიას, ზუსტად ის რა საკითხები და რა პრობლემების წინაშე დადგა ფონიჭალის დასახლების მოსახლეობა. და პროექტის შესახებაც გაგვაცნოთ თუ შეიძლება. მოგესალმებით. მოკლე აღწერას გავაკეთებ პროექტისას. პროექტი თავდაპირველად დაიყო სამ კატეგორიად, სამ მონაკვეთად, პირველი, მეორე და მესამე მონაკვეთის პროექტებად. დაწყის ეტაპზე 2012 წელს დაიწყო პირველი და მესამე მონაკვეთის მშენებლობა, ანუ მეორე მონაკვეთის პროექტი, ანუ შუა მონაკვეთი, რომელიც ეხებოდა ქვემო ფონიჭალს უშუალოდ, რატომღაც საწყის ეტაპზევე შეფასდა როგორც ერთ-ერთი პრობლემური ნაწილი და გადაიდო, ესე რომ ვთქვათ, სამომავლოდ. 2013 წელს უკვე განახლდა პროექტის, ესე რომ ვთქვათ, განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება და სწორედ 2013 წელს აზიის განვითარების ბანკისაგან საქართველოს მთავრობა მიიღო ესხათ 73 მილიონი დოლარი ამ პროექტის განხორციელებისათვის. მოგახსენებთ, რომ პროექტს ახორციელებს დღეისათვის მუნიციპალური განვითარების ფონდი და აფინანსებს აზიის განვითარების ბანკი. 2013 წელსვე მომზადდა წინასწარი გარემოზე ზემოქმედების შეფასების, ესე რომ ვთქვათ, დოკუმენტი და მაშინ უკვე მოსახლეობა დადგა ამ ეტაპზევე უკვე გარკვეული პრობლემების წინაშე. ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა საწყის ეტაპზე მდგომარეობდა არასწორი კომუნიკაცია მოსახლეობასა და მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის. ფაქტიურად მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოამზადა დოკუმენტი, მაგრამ ეს დოკუმენტი აღმოჩნდა, რომ არ იყო ესეთი ღია და არ იყო ცნობილი მოსახლეობისათვის. ამ ეტაპზე მოსახლეობა უნდა ყოფილიყო ჩართული ამ პროცესში. მათ სწორად უნდა მიწოდებოდათ ინფორმაცია პროექტის შესახებ, რა საფრთხეები ემუქრებოდათ მათ, რა უარყოფითი ზეგავლენა ექნებოდა პროექტს, თუმცა ეს ეტაპი ფაქტიურად რაღაცა ისე მოხდა, რომ მოსახლეობას ინფორმაცია უკვე არ ქონდა საწყის ეტაპზევე.
რამაც ალბათ განხეთქილება გამოიწვიოს. რამაც დიახ, რამაც უკვე საწყის ეტაპზევე უკვე არასწორად დაგეგმილმა, ესე რომ ვთქვა და წარმართმა პროექტმა, შემდეგ უკვე დღეს რა შედეგადაც მივედით, უკვე მივიღეთ კიდევაც. 2013 წელს თითქოს რაღაც 2 წლიანი პაუზა იყო პროექტზე, თითქოს აღარაფერი ამის შემდეგ აღარ მოხდა და 2015 წელს კვლავ განახლდა პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების ესე რომ ვთქვათ განხილვა. სწორედ ამ დროს უკვე მოსახლეობას თვის ინფორმაცია ესე რომ ვთქვათ ანუ პირდაპირად არა ირიბი თვითონ მოსახლეობას შორის ვრცელდებოდა პროექტის შესახებ ინფორმაცია რომ გზა გადიოდა მათთან თუმცა რამდენი იქნებოდა დაშორება რამდენი მეტრით იქნებოდა რა საფრთხეებს მოიტანდა ეს პროექტი ამასთან დაკავშირებით მოსახლეობას საწყის ეტაპზე ინფორმაცია არ ქონიათ დღეს რა ეტაპზეა ეს დღეს უკვე 2016 წლის ივნისში კვლავ უკვე მომზადდა ესე რომ ვთქვათ, ძირითადი გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რაც წარედგინა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, წინასწარ ეტაპსა ჩატარდა კიდევაც საჯარო განხილვა. წესით ამ საჯარო განხილვაზე მიწვეული უნდა ყოფილიყო და ინფორმირებული უნდა ყოფილიყო ქვემო ფონჯალაში მაცხოვრებელი მოსახლეობის თითქმის ყველა ნაწილი, თუმცა ეს არ მომხდარა ფაქტიურად მათ ჩვენი ორგანიზაციის მიერ შეიტყეს აღნიშნული საჯარო განხილვის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ საჯარო განხილვამ საკმაოდ ხმაურიანად და ჩაიარა, ფაქტიურად განმახორციელებებს არ ჰქონდათ არანაირ მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებზე თუ შენიშვნებზე პასუხები. ამის შემდეგ უკვე დოკუმენტი შევიდა განსახილველად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში და სამინისტრომ უკვე გასცა დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა პროექტზე. ამ პროექტს აფინანსებს აზისგან. აზიის განვითარების ბანკი დიახ. რატომ გაუჩნდა თქვენს ორგანიზაციის სრული ჩართულიყო ამ პროექტში, ამ თემასთან დაკავშირებით? 2015 წელს, დიახ, მოგახსენებს, 2015 წელს ქვემო ფონჭალაში მაცხოვრებლების ნაწილმა, კერძოდ კი მე-12 ვეგ კორპუსის პირველ და მე-6 კორპუსის წარმომადგენლებმა მოგმართეს თხოვნით, რომ დახმარებოდით აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში. სანამ ჩვენ მოგმართავდნენ უკვე მოსახლეობას არაერთხელ ქონდა თუ წერილობითი თუ ზეპირი კომუნიკაცია მუნიციპალური განვითარების ფონდთან და ცდილობა იმისა, რომ მათთან გაერკვიათ ეს საკითხები და მოეგვარებინათ პრობლემა, თუმცა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მათ გამოხმაურება არ ჰქონიათ, შესაბამისად მოგმართეს ჩვენ. ამის შემდეგ ჩვენი დახმარებით და კიდევ რამოდენიმე კორპუსის ესე რომ ვთქვათ შემოუერთა მომჩივნებს და გავაგზავნეთ საჩივარი უკვე აზიის განვითარების ბანკის სათაო ოფისში. ეხლა ვართ დიახ იმ ეტაპზე, რომ აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები უბრალოდ კი აზიის განვითარების ბანკს აქვს ესე რომ ვთქვათ თავისი საჩივრების განხილვის კომისია, რომელიც განიხილავს მსგავსი სახის პრობლემებს, საკითხებს. ისინი არაერთხელ იყვნენ უკვე ჩამოსულები საქართველოში, ესწრნენ საპროექტო ტერიტორიას და ეხლა უკვე დაიდო საბოლოო, ესე რომ ვთქვათ, დასკვნა, რის მიხედვითაც უკვე მუნიციპალური განვითარების ფონდს ეძლევა რეკომენდაციები, რომ ფაქტიურად ხელახლა მოახდინოს კვლევების ჩატარება და უკაცრავად ქალთნერინე რომ გაწყვეტინებთ რა კონკრეტული რა შინაარსის იყო ეს საჩივარი, რა კონკრეტულ საკითხებს საჩივრებს ესე ვთქვათ მოსახლეობა, ამაზეც რო გითხრათ და ასევე რა გარემოს დაცვითი მარტო ადამიანურ ფაქტორზეც რომ არ ვისაუბროთ, რა გარემოს დაცვითი ასპექტები ახლავს აი ამ პროექტს, რა პრობლემები და რა გამოწვევები შეიძლება საჩივარი ეხებოდა ძირითადად იმას, რომ მოსახლეობა უკმაყოფილო იყო პირველი, რაზეც ვისაუბრე უკვე, რომ ფაქტიურად არ ჰქონდათ არანაირი ინფორმაცია და ისინი უბრალოდ ინფორმაციას ითხოვდნენ პირველ ეტაპზე, რომ ის მაინც ეთქვა განმახორციელებას, რამდენი იქნებოდა დაშორებული მათგან გზა და რა ზიანს მიაყენებდა თუ არ მიაყენებდა, ეს მაინც ეთქვათ მათთვის პროექტი, მათ საცხოვრებელ გარემოს, თუმცა ამაზე პასუხები ვერ მიიღეს. ჩვენმა ორგანიზაციამ მწვანე ალტერნატივა საჯარო განხილვისათვისაც მოამზადა შენიშვნები გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე და მან ცალკე პუნქტად აღებული ჰქონდა გარემოს დაცვის საკითხები. ერთ-ერთი ძირითადი პრობლემას წარმოადგენს ის, რომ საწყის ეტაპზევე, როდესაც
მიენიჭა კატეგორიზაცია პროექტს არასწორად იქნა მინიჭებული ეს გულისხმობს რომ გარემოსდაცვითი კლასიფიკაციით რატომღაც პროექტს მიენიჭნა B კატეგორიზაცია მაშინ როდესაც უნდა მიეკუთვნებოდა A კატეგორიზაციას ამასაც დავასაბუთებ რატომ დიახ, დავასაბუთებ ახლა რატომ ეს გულისხმობს იმას, რომ ფაქტიურად რამოდენიმე მეტრის მანძილზე გზა უნდა გავიდეს შუა მტკვარში. ანუ ეს გამოიწვევს ფაქტიურად შეუქცევად ზიანს და სრულიად შეცვლის მიმდებარე არეალს. შესაბამისად, არასწორად იქნა შეფასებული მისი კლასიფიკაცია და უნდა მინიჭებოდა მას საწყის ეტაპზევე A კლასიფიკაცია. ეს გულისხმობდა რომ უფრო კლასიფიკაციებზეც რო განგვიმარტოთ რას ნიშნავს B, რას ნიშნავს A და ასევე თქვით რომ ანუ შუა მტკვარში უნდა გავიდეს და ანუ მაშინ გამოდის რომ უნდა გამოაშრონ A კატეგორიზაციის პროექტი გულისხმობს რომ პროექტს ექნება შეუქცევადი ზიანი გარემოზე და მიაყენებს ძალიან დიდ ზიანს იქავრცელებულ ფლორასა და ფაუნას და შესაბამისად A კატეგორიზაციის პროექტი საჭიროებს უფრო რთული და ესე რომ ვთქვათ უფრო მეტი ეტაპების გავლას ვიდრე B კატეგორიზაციის პროექტი. B კატეგორიზაციის პროექტი თუ საჭიროებდა მხოლოდ გარემოზე მოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებას, A კატეგორიზაციის პროექტი უფრო სხვა ტიპის, ესე რომ ვთქვათ, ექსპერტების და ასე შემდეგ ჩართულობას მოითხოვს აღნიშნული საკითხის განხილვის პროცესში და უფრო მეტი ეტაპების გავლას. შესაბამისად, ამას როგორც ჩანს მოარიდეს თავი, ესე რომ ვთქვათ და პროექტი მიაკუთვნეს B კატეგორიზაციას. აღნიშნული შენიშვნა ასევე ასახული არის აზიის განვითარების ბანკის საჭიროების განხილვის კომისიის მიერ წარმოდგენილი საბოლოო ანგარიშიც, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდს ასევე მოუწოდებს, რომ კვლავ იქნას გადახედილი პროექტის კატეგორიზაციით მინიჭებული კლასიფიკაციის საკითხი და ხელახლა იქნას ეს საკითხი განხილული. ისევე როგორც თქვენ ახსენეთ, რომ აი მდინარის შუაგულში უნდა გავიდეს. ამის შესახებ შემთხვევაში რო აგვიხსნათ თუ შეიძლება ანუ მაშინ ესე იგი მდინარე უნდა ამოაშრონ თუ კალაპოტი უნდა შეუცვალონ თუ მოდი ესმა ამ საკითხთან დაკავშირებით გადავიდეთ ლუკასთან თუ შეიძლება ლუკა გითხარით კონკრეტულად რა იგეგმება რა უნდა გააკეთონ ამ გზასთან დაკავშირებით და თან გითხარით შეხვედრების შესახებ რამ შეხვედრები გქონდათ თქვენ აზიის ბანკთან და ასევე მუნიციპალური განვითარების ცენტრთან მოგესალმებით პირველ რიგში იქ ალბათმა ირინამაც ბრძანა რომ ძირითადად ინფორმაციას ჩვენ მიღებდით მწვანე ალტერნატივისგან იმიტომ რომ ჩვენ ინფორმირება არ ხდებოდა სრულყოფილად სამწუხაროდ სანამ ანუ ჩვენ არ მივმართეთ წერილობით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს რომ რაიმე ტიპის ინფორმაცია მაინც მიგვეყო მათგან მაგრამ ისიც იყო ზედაპირული პრინციპში უნდა გქონდეთ უფრო სიღრმისეული კონსულტაციები მაგრამ ხდებოდა ზედაპირული ინფორმირება მოსახლეობის რეალურად ინფორმაციას არ გაწვდით. ხო, ხო, ნუ არ ვიცი ხა რატო ხდებოდა ესე, მაგრამ ეს ფაქტია, რომ ესე იყო. ეხლა რაც ნუ აი ხა რაც შეეხება ჩვენ პრობლემას არის ის, რომ კორპუსიდან 11 მეტრში აშენდება რკინაბეტონის კედელი, რომელიც პირველ და მეორე სართულებს ფაქტობრივად დაფარავს და მზის ხივიც არ შემოესწერია საბოლოო დასკვნაში, ეს არის 65 პარაგრაფი და ამის შესახებ თუ მე მგონი მეშლება 65 პარაგრაფიც და სხვა, მაგრამ ამის შესახებ არის 79 პარაგრაფში ლაპარაკი და ეს ქმნის პრობლემას, იმიტომ რომ ერთოთახიან ბინებს პრინციპში მხოლოდ სახლის უკან აქვს ფანჯრები და შესაბამისად ანუ ჰაერსაც ვერ მიიღებენ. პლუს მაგას რაც ჩემი პრეტენზია რაც იყო, არსად არ არის ნახსენები კორპუსის ექსპლუატაციის ვადები. იმიტომ რომ ჩვენ კორპუსს ასევე 12 ვეგეს აქვს ექსპლუატაციის ვადა გასული, იმიტომ რომ პირადად ჩვენი ან 16 აბ აშენდა 1968 წელს და შესაბამისად უკვე ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს. ქალბატონო ირინა, ანუ მაისის ბოლოს როგორც ჩემთვისაც ცნობილი, უნდა იყოს დასკვნა, ხო, გამოცემული. ამის შესახებ, ბატონო? საბოლოო ანგარიში. ამის შესახებაც ვისაუბროთ თუ შეიძლება, ანუ მანამდე იყო ანგარიშები, მაგალითად იტალიურმა კომპანიამ დასკვნები დადო, არასწორი დასკვნები. ამის შესახებ თუ შეიძლება გითხარით ცელი ინფორმაცია. ანუ ალბათ გულისხმობ ტექნიკურ დასკვნას, რაც დაევალათ, ანუ საჭიროების განხილვის შემდეგ, როგორც გითხარით, ანუ აზიის განვითარების ბანკის საჭიროების განხილვების კომისიამ, ესე რომ ვთქვათ, გამოაქვეყნა თებერვალს, ახლა ამ წლის თებერვალს დასკვნა საბოლოო
დასკვნა, სადაც იგი მიუთითებდა მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომ ხელახლა ჩაეტარებინა კვლევები ვიბრაციის ზემოქმედებასთან დაკავშირებით და შეემუშავებინა სხვადასხვა სახის შემადგენელი ღონისძიებები. პირველი კვლევა ჩატარდა დაახლოებით 2015 წელს. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, თუმცა რადგანაც მოსახლეობისა და როგორც აზიის განვითარების ბანკის მიერ ესე ვთქვათ ეჭვქვეშ დადგა ამ კვლევების და ასე ამას მოყვა შემდგომში აზიის ბანკის განვითარების ფონდმა მოიწვია თვითონ გერმანელი მკვლევარები, ხო არის? ამ შესახებაც გითხარით, შეიძლება? ანუ ეს ხდებოდა უკვე პროექტის საჩრების განხილვის პროცესში. თვითონაც ჩამოიყვანა აზიის განვითარების ბანკის საჩრების განხილვა კომისიამ გერმანელი ექსპერტი, რომელმაც ესე რომ ვთქვათ, თუმცა სიღრმისეული კვლევები მასაც არ ჩაუტოვებია, უბრალოდ დროის მცირე მონაკვეთის გამო, თუმცა ამ კვლევების შინაარსი რაც დევს საბოლოო ანგარიში, ნათლად მიუთითებს, რომ პროექტს ექნება მნიშვნელოვანი ზემოქმედება დაახლოებით 10 შენობაზე, რაც გზის გასწვრივთ არის განლაგებული. მათ შორის არის ზოგიერთი მათგანი არის საკმაოდ ახლო მანძილით დაშორებული, დაახლოებით 7 მეტრი არის ყველაზე ახლო კორპუსიდან, ყველაზე ახლო მანძილით დაშორებული. კორპუსი დღემდე საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში არის და შეიძლება ესეც დასკვნაში დევს და სწორედ ამიტომაც თხოვს, რომ ძირეული ესე რომ ვთქვათ, ძირეულად მოახდინოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამ პრობლემის შესწავლა და ისე დადოს უკვე დასკვნა, რომ ნამდვილად ან მოახდენს ზიანს პროექტის განხორციელება მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ საცხოვრებელ სახლებზე თუ არ მოახდენს. თუმცა ამ ანგარიში უკვე ნაჩვენებია, რომ მას ექნება გარკვეული სახის ზიანი, როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე შეიძლება გამოიწვიოს იქ მცხოვრები მოსახლეობის დაზარალებაც კი. იგივე ეხება ესევე მე-16 კორპუსის შენობას, რომელსაც აქვს მიშენებები, რომელიც აშენებულია 90-იან წლებში და ანგარიში ასევე მიუთითებს დონორი, რომ უნდა მოხდეს მიშენებების დემონტაჟი. ყოველ შემთხვევაში ამას გარდაუვალად მიიჩნევს. თუმცა ვინ მოახდენს ამ დემონტაჟის ხარჯებს, ან როგორ მოხდება ან შემდეგ ამ ყველაფერს ექნება თუ არა შემდეგ უკვე ზიანი და როგორ აისახება ეს მაცხოვრებლებზე? ეს მიშენებები ქალთმერი უკაცრად რომ გაწყვეტინებ, ეს მიშენებები როგორმე დარეგისტრირებული ან რამე სამართლებრივი საფუძველი თუ ეს ნებართვების გარეშე არის და ამის შესახებ ლუკა გვესაუბრება მე, მაგრამ ხო, კი, აუცილებლად თვითონ შენობებზე რომ გადავალთ, ამის შესახებ მე ვისაუბროთ თუ შეიძლება ძალიან გთხოვდა. ან ლუკა, იცი რა მაინტერესებს? ან თქვენი მოსახლეობის მოლოდინი რა არის? პირველად იტალიურმა კომპანიამ შეამოწმა ამის შესახებ. მერე აზიის ბანკმა გერმანული მკვლევარები მოიწვია, სხვადასტური იყო და დღეს ისევ დაევალა იტალიურ კომპანიას. თქვენი მოლოდინი, როგორ ფიქრობთ? თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება ეს ყველაფერი? როდესაც ჩვენი მოლოდინი პრინციპში გადაწყვეტილი, იმიტომ რომ აი საბოლოო დასკვნა რაც დაიდო შესაბამისობის შემსწავლელი კომისიის მიერ, პრინციპში იქ ყველაფერი ძალიან ნათლად წერია, რომ ანუ რა, უბრალოდ ახლა ჩვენ პირადად მე და ჩემი კორპუსის მაცხოვრებლებს გვაინტერესებს სამოქმედო გეგმა რა იქნება, როგორც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, ასევე აზიის განვითარების ბანკის და ანუ გაითვალისწინებენ თუ არა იმ რეკომენდაციებს, რაც არის შესაბამისობის კომისიის დასკვნაში. იმ შემთხვევაში თქვენს სასარგებლოდ არ გადაწყდა ყველაფერი, რას აპირებს მოსახლეობა? რაც გვექნება სამართლებრივი ბერკეტი, ყველანაირად შევეცდებით რომ დავიცვათ ჩვენი უფლება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში იზრღვევა ორი ფუნდამენტური უფლება, როგორც კერძო საკუთრების, ისე სიცოცხლის. 53 პუნქტში აი საბოლოო დასკვნაში წერია, რომ მიშენებები არის ძალზე და არამდგრადი, რომ ძალიან დიდი ალბათობა აქვს ის პირდაპირი გაყვანის შემთხვევაში ჩამოიგრეს, რასაც მოყვება ადამიანების გარდაცვალება. მოდი ეს და თქვენი ნებართვით გადავიდეთ თვითონ უშუალოდ კორპუსებთან დაკავშირებით და პირველი კორპუსი იქნება მერვე კორპუსი. თუ შეიძლება გავუშვით კადრები და თან ჩვენ ვისაუბროთ. დავით გოჩიტაშვილი გვეტყვის სულ კონკრეტულად ამ კორპუსის შესახებ ცხელ ინფორმაციას. თუ შეიძლება გავუშვით თან კადრები, რომ ზუსტად იყოს. დათო, გითხარი რა მდგომარეობა აქვს თქვენს კორპუსს? ფოტოებში კი ჩანს ნათლად, მაგრამ გითხარი კონკრეტულად რა მდგომარეობა გზა, რამხელა დაშორებით გადის და პრობლემები, რომელსაც თქვენ იქ მაცხოვრებლები აწყდებით, იმ კორპუსის მაცხოვრებლები აწყდებით თუ შეიძლება. კი ბატონო, მოგესალმებით.
მოგესალმებით. მე მინდა ვთქვა პირველ რიგში ის, რომ რაოდენი მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს ეს პროექტი, ხო პირველ რიგში უნდა იყოს გათვალისწინებული ამ მოსახლეობის უსაფრთხოება და მათი ნორმალური ცხოვრების პირობები, ხომ ასეა? და აი ქალბატონ მეირნამ თქვა, რომ ჩვენი მერვე კორპუსი არის ყველაზე მიახლოვებული, დაახლოებით 7 მეტრი არის დაშორება. პირველ რიგში სარემონტო სამუშაოების დაწყებასთან აი მადგილთან სადაც იწყებს უკვე ძიმე ტექნიკა მუშაობას და რეალურად გამოდიხარ სადარბაზოდან და ხვდები რაღაც საშინელ მდგომარეობას, მტვერს, უჰაერობას, დიდი ესეთი ტექნიკის მოძრაობას იმ ეზოში, სადაც ბავშვები თამაშობენ. ხო? რეალურად ჩვენს კორპუსში ძალიან ბევრი ჩვილი ბავშვი ცხოვრობს, რომელსაც საშუალება არ ექნება ფიზიკურად გავიდეს და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოს ელემენტარულად. შემდეგ ხა თქვენ კადრები ნახეთ, რომ კორპუსი არ გააღო და თუნდაც გაანიავო ჰაერის შემოუშვა ზამთარში. ხო, რეალურად რომც გააღო ფანჯარა, ხო, იმდენად დიდ პრობლემას შევაწყდებთ, რომ მე არ ვიცი, წარმოგიდგენიათ ხო, რომ ინგრევა რაღაც მიწას რო თხრიან სიტყვაზე, ის ტვერი ხო დაფრინავს, იმას ისუნთქებს ის პატარა ბავშვები პირველ რიგში. თან თქვენი კორპუსი არის მხოლოდ 2 სართულიანი და თქვენ კალიდორული სისტემის ბინა სახლი, რომელიც ორივე მხარეს აქვს ფანჯრები, ანუ თითო ოთახი არის, როგორც თქვენ მოიხსენებათ, თქვენ კადრები ნახეთ, რომ ძალიან სულ მდგომარეობაში არის, ბზარებიდან დაწყებული, ესე იგი, სადაც სარდაფები არის საშინელ მდგომარეობაში არის. ფაქტიურად უკანა მხარე კოროზირებულია, აი მთლიანად რა კორპუსი, არის დიდი ბზარები, ჩამოდის წყალი და ეგეთი აი ძალიან ისეთი პრობლემებია რა მაგ ბინაში განსაკუთრებით. თქვენი კორპუსის შემთხვევაშიც გზა, ანუ რომელიც გზა ჩვენი კორპუსის შემთხვევაში აგიხსნით, ახლა მარემ რა ხდება? ჩვენი კორპუსის შემთხვევაში გაივლის 11 მეტრი/7 მეტრში. ანუ უკვე გზა, რომელიც, საბოლოო პროექტი, სადაც გზა უნდა გაიაროს და ესე იგი ჩვენი ესეთი განსახლების ის არის მიღებული რატომღაც გადაწყვეტილება, რომ დროებითი განსახლება მოხდეს მოსახლეობის, მაგრამ ჩვენ რო გაგვასახლებენ და ერთი წლის მერე დავბრუნდებით, გავხვდება ფანჯრებთან 3 სართულზე აშენებული კედელი, რომელიც ვითომ და არის იმისთვის გაკეთებული, რომ დახშოს სიტყვაზე ხმაური და ვიბრაციები, მაგრამ რეალურად ჩვენ წავაწყდებით უჰაერობას, უსინათლობას, ისედაც ძალიან ბევრი უსინათლო ადამიანი ცხოვრობს იქ და რომელსაც მხედველობის პრობლემა აქვს და გამოიწვევს სერიოზულ დეზორიენტაციას. რეალურად სუფთა ჰაერის ჩაყლაპვის საშუალება არ გვექნება და აქედან გამომდინარე ხა ჩვენ გამოვდივართ როგორც აი კაზარმაში რომ მოვაქცევ ციხეში ჩასვა ხალხი, ესეთ მდგომარეობაში, იმიტომ რომ გამოვდივართ სადარბაზოდან 7 მეტრში მუშაობს ბულდოზერი, გავიხედავ ჩემი ფანჯრიდან სიტყვას და ვხედავ 3 სართულზე აშენებულ კედელს, რომელიც რეალურად აი არაფრის მე არ ვიცი ეს რა იქნება. ამიტომ ჩვენ მოსახლეობას ახლა მოლოდინებზე იკითხეთ თქვენ, მოლოდინები ძალიან არ ვიცი რას ველოდოთ. მაგრამ ვიბრძოლებთ უკანასკნელ სისხლის წვეთამდე. ამ შემთხვევაში თქვენი კორპუსი რა სტრუქტურებს, თქვენმა კორპუსმა რა სტრუქტურებს მიმართა და რა ჩვენ მივმართეთ მუნიციპალური განვითარების ფონდს. თქვენ ცელოდებით ბოლოს მაისის ბოლოს. კი, რა თქმა უნდა, როგორც ყველა დანარჩენი, იმიტომ რომ ჩვენ მივმართეთ მუნიციპალური განვითარების ფონდს და ვიკითხეთ უბრალოდ, რომ ჩვენი შენობა არის აშენებული სახლი 1970 წელს, არის ტუფით ნაშენები, სადაც უკვე ცემენტი არის გამომშრალი, იმიტომ რომ კვლევაში არის კიდევაც რომ ყველაზე მეტად აი პირდაპირ ამათი უკაცრავად აი დათოს ჩავერთვები 1954 წელს არის ამათ შენობა აშენებული და არა 1970-ში, იმიტომ რომ ხო არა თქვენი იმიტომ რომ ძველია, ყველაზე ძველია, ერთ-ერთი ყველაზე გამომშრალია, არამდგრადია, აი და ვიკითხეთ უბრალოდ მუნიციპალური განვითარების ცენტრში რომ ვინ არის პასუხისმგებელი და პასუხი რომ ღმერთმა არქნას და რამე მოხდეს, დაინგრეს ამ ვიბრაციებისგან, ამ ძიმე ტექნიკისგან, ხო იმას ხო ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, ხო უნდა გაითვალოს ამა და იცით რა, აი და პასუხს არ გვცემს არავინ პასუხისგებლობას არ იღებს. იცით რა, თუ რამე მოხდა, შემდეგ ჩვენ დავაკმაყოფილებთ, იცით რა, თუ რაღაცა მოხდა უკვე, იმას ვეღარაფერი ვეღარ გამოასწორებს რა, სადაც ცხოვრობს ძალიან ბევრი ჩვენი ბავშვი. რამდენად მოითხოვეთ მაგალითად გასახლება იმ ადგილიდან კომპენსაცია, ამაზე რამდენად ამ შემთხვევაში ჩვენი მოთხოვნა არის ყველა შემთხვევაში გასახლება და არა დროებითი და შემდეგ დაბრუნებული ციხეში რა, იმიტომ რომ ის კედელი რეალურად შექმნის რამხელა პრობლემას, ის სულ არის 2 სართულიანი კორპუსი. აშენდება 3 სართულამდე კედელი. დაახლოებით 11.7 მეტრში ის არის გზა გადის უკვე და იმ გზამდე შენდება რეალურად კედელი, ხო, რომელმაც უნდა დახშას ეს. წარმოიდგინეთ, თქვენ პირველ სართულზე მაცხოვრებელი საერთოდ სინათლეს ვერ მიიღებს, ხო? ისედაც ძალიან ბევრი მცირე მხედველი ადამიანი ცხოვრობს, რომელიც სულ რაღაცა იმ სხივებს ხედავს და სულ იმით ორიენტირდება, ხო? ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ჩვენი კორპუსის შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, სხვა დანარჩენის მოსახლეობაც ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ მოხდეს ან დაკმაყოფილება სიტყვაზე ალტერნატიული ფართით ამ მოსახლეობის, რა დავაშავოთ ახლა ჩვენ
სხვა არ ვართ არა. მოდი ბატონო დათო გადავიდეთ ამ შემთხვევაში 12 ვეგესთან და ესმაც თუ შეიძლება 12 ვეგესთან ქალბატონ ლამარას ვსაუბროთ ამის შესახებ, მაგრამ სანამ ქალბატონ ლამარასთან გადავალთ საუბარზე, თუ შეიძლება 12 ვეგეს მეორე ვიდეო გავუშვით. კადრები. მე ვარ ამ კორპუსის ერთ-ერთი საინიციატივო ჯგუფის წევრი. ბინა აშენებულია 1970 წელს. არის ხანდაზმული 47-48 წლის. თავიდანვე კორპუსი აშენებული იყო დეფექტებით და არ იყო ნორმალური გამოყენებული მასალა. ეს დაბალი ხარისხის ბეტონი იყო გამოყენებული, არმატურა ძალიან ცუდი ხარისხის და შენობას აქვს დეფორმაცია, გადახრილია შენობა, არის გაჩენილი ბზარები, ამჟამად იშლება თვითონ ეს ბეტონი, არმატურების პირაპირების შედუღება არის არასწორი. ზოგან მავთულით არის გადაბმული, ცდების შედეგად დაადგინეს და გამოკვლევის შედეგად რომ არის კოროზირებული და უკვე სიღრმეში წასული კოროზია. კოროზია კიდე იწვევს ბეტონის გაფართოვებას. ამ გაფართოების შედეგად შეიძლება მოხდეს ამ ბეტონის ნამტვრევების ნამსხვრევების დაბლა ჩამოყრა და ადამიანთა დაზიანება. ეხლა ვცხოვრობ სუფთა წყნარ გარემოში. ძალიან ახლოს ავართ ამ საპროექტო სატრანსპორტო გზასთან. და ამიტომ მოძრაობა იქნება ძალიან ინტენსიური, მშენებლობისა და შემდგომი ექსპლუატაციის დროს ეს შენობა ალბათ ვერ გაუძლებს და ჩვენ მოვყვებით შეიძლება ნგრევის პროცესშიც. ოთახებში რო შედიხარ, შენობა არის რაღაცა დეფორმირებული, იატაკები არის დახრილი, ხშირი ბზარებია შიგნით. გზა ხდება ძალიან ახლოს, გარდა ამისა, შენობას აქვს მინიჭებული B კატეგორია, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ გარემოთ დაცვით პირობებს. შუალედურ ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა და საიტზე დადებული, მიდიდებულია, რომ გვეკუთვნოდა A კატეგორია, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ ერთადერთ პირობას განსახლებას, რომელსაც ჩვენ მოსახლეობა დღემდე ვითხოვთ. კვირიკაშვილთანაც შეტანილი გვაქვს, ბესელიასთანაც შეტანილი გვაქვს, გარემოს დაცვის სამინისტროებში, მოგეთ არ დაგვიტოვებია არავინ, რომ არ შეგვეტანა განცხადება, მაგრამ არავით არის ნორმალური პასუხი და ყურადღება ჩვენს მიმართ არ განმოუცხადებიათ. ესე ჩვენ რომ უნდა განსახლდეთ და გვეშინი აქ ცხოვრება, არ არის მისაღები მათთვის. თქვენ წარმოედგინეთ რაღაც 11 მეტრში 4 მეტრიანი რკინაბეტონის კედელი, რომელიც აგებული იქნება და ზედამაგრებული იქნება, გამჭვირვალე, აგრეთ წოდებული დამცავი კედელი, უნდა ვიყოთ პირველი მეორე სართული, უბედურ დღეში იქნება გვირაბი, დაბნელებული შუქით, ტოქსიკური ნიადაგით, ხმაური და მტვერით. სახელმწიფო და ეს პროექტის ხელმძღვანელობა ვალდებული იყო, რომ ჩვენთან ურთიერთკავშირი ჰქონოდათ და გავურკვეულიყავით, რა ხდება, როგორ ხდება და რანაირად ხდება, მაგრამ ჩვენ არაფერს არ ჩაგვაგდეს. და როცა ეს ყველაფერი გამზადდა, აირჩიეს რომელ მხარეს უნდა მომხდარიყო გზის მშენებლობა, მხოლოდ შემდგომში ითხრეს, რომ ეს უნდა გავიდეს მტკვრის სანაპიროზე და არ არსებობს მეორე ვარიანტი. თუ ეს ჩვენი პირობები არ დაკმაყოფილდა, დაგვრჩა სასამართლო პროცესი, ამ ჩვენ არ გავჩერდებით, ნამდვილად ჩვენსა და ბავშვების სიცოცხლეს და ოჯახის სიცოცხლეს ვერ გავწირავთ. რადგან ჩვენი მთავრობა ამაზე ვალდებულებას არ იღებს. აქ ცხოვრობს მრავალი სოციალურად დაუცველი, უნარშეზღუდული, ფსიქიკურად ზოგიერთ დავადებული, უსიძახთა დავადებით მქონე მოხუცები არიან. ჩვენ გვაქვს უფლება ვიცხოვროთ მშვიდ წყნარ ჯანმრთელ გარემოში. ქალბატონ ლამარა, თქვენი მოსვლის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გქონდა და სიუჟეტი სპეციალურად დავამონტაჟეთ. მოდით გითხარით, ცვლად საუბრობთ, მაგრამ მოდით გითხარით, კიდევ რისი თქმა გსურთ, რა აწუხებს თქვენს კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას და კონკრეტულად გითხარით, რა დეფექტები იყო იქ აღნიშნული, მაგრამ ზოგიერთი ადგილის ჩვენება ვერ მოვახერხეთ ჩვენ და თუ შეიძლება გითხარით. მოგესალმებით. ჩვენ 12 ვეგე კორპუსის მცხოვრებლები ძალიან შეშფოთებული, შეწუხებულები ვართ და შეშინებულები ვართ იმის გამო, რომ უნდა გაიაროს საავტომობილო გზა, რომელიც გამოიწვევს ისედაც დაზიანებული შენობის, ნახეთ თქვენ სურათებში და უფრო მეტიც შეიძლება დაგვენახა, გამოიწვევს, შეიძლება ნგრევაც კი გამოიწვიოს. და ეს იმოქმედებს როგორც გრადობაზე კორპუსის, აგრეთვე საცხოვრებელი აგრეთვე ადამიანთა ჯანმრთელობაზე. ისე ავარიული კორპუსია, აშენებული 57 წელს, ისე იგი მდგრადობა ცუდი მასალით არის აშენებული
თავიდანვე არასწორად არის დაგეგმილი, გადახრილი შენობა, როგორც ადრე აღნიშნე და ამ ექსპლუატაციის და მშენებლობის პერიოდში უფრო ძლიერ დაზიანდება და შეიძლება დანგრევამდეც კი მივიდეს. ხატნორმა უკაცრავად აუცილებლად გითხოთ ეს რამდენად ხდება დავუშვათ კოორდინაცია, ანუ თქვენ ხართ 4 კორპუსი, როგორც გავიგეთ ამ გადაცემის განმავლობაში და მანამდეც, რომლებსაც აქვთ ესეთი პრობლემა. ერთობლივად თუ მოქმედებთ ეს 4 კორპუსი, თუ თქვათ თქვენი კორპუსი ცალკე, თქვენ კორპუსი ცალკე შეაქვს საჩივრები, სხვა კორპუსებს ცალკე, ამაზეც რო გითხრათ, ერთობლივად 4-ვე კორპუსი რამდენად გეგმავთ, ან რამდენად ახორციელებთ რაღაც პროცესს. კი, მერად მოგახსენებთ მე რომ ჩვენმა კორპუსმა პირველმა დავიწყეთ თუ არ ვცდები, ირინა, ხო ესე იყო, დავიწყეთ ბრძოლა და საბუთების შეგროვება იმის შესახებ რაღაცა ინფორმაცია მიგვიღო, დავდიოდით მიწვევის გარეშე ვაწუხებდით ყველას და ძირითადად ჩვენ დავიწყეთ მოქმედება. ამის შემდეგ მივახცეთ ქალბატონი ირინას დახმარებით, რომელიც მხარში გვიდგას და გვაკვალიანებს, დავიწყეთ საბუთების შეგროვება და შევიტანეთ ყველა დისტანციაში, ვისაც ეს ეხება. მაგრამ როგორც ადრე მოგახსენეთ, არავით არის პასუხი და ნორმალური არაფერი. თქვენ გქონდათ შეხვედრები, მე როგორც ვიცით, ბატონ ლუკას და თქვენ საერთობლივად ესწრებოდით ხოლმე ამ შეხვედრებს და ამ შეხვედრების დროს თქვენ როგორც ჩემთვის არის ცნობილი, იყო სხვადასხვა უცნაური გამონათქვამები თქვენს მიმართ. თუ შეიძლება ორივე თქვენთაგანმა ისაუბრეთ იმ ფაქტების შესახებ, რაც გადახვდა თავს. და ანუ ხაზი გამესვა, აი ანგარიში პირადად უკვე აი ჩემთვის, როცა ანგარიში წავიკითხე, აი ნომინალური პრინციპში სამინისტრო გამოდის გარემოსა და ბუნებრივი დაცვის რესურსების სამინისტრო, იმიტომ რომ იქ ისეთი ფაქტორებია და ისეთ ფაქტორებზეა გამახვილებული ყურადღება, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს მინიმუმ არ უნდა გაეცა ნებართვა გზის გაყვანის შესახებ. იქ არის ასევე დამატებით იმაზე, რომ მდინარე მტკვარს აქვს საერთაშორისო მდინარის სტატუსი და გზის ექსპლუატაციის შემთხვევაშიც, ანუ აი ავარიის შემთხვევაში, როცა ავტომობილი ჩავარდება მტკვარში, ის დამატებით დაბინძურდება, რადგან მტკვარი ისედაც დაბინძურებულია. და ანუ იქ ისეთი კიდე აი ძალიან ბევრი დეტალი ახლა აქ ვერ მოყვები, რა თქმა უნდა, ბუნებრივი არ მეკითხეთ შეხვედრის დროს რაღაცა მე კიდე ანუ შეხვედრის დროს გამოთქმული რეპლიკები ხო, ანუ რეპლიკები იყო ის, რომ ხა მომინდომ ეს ახალი ბინები და არავის არ უნდა ახალი ბინა, ჩვენ გაგებით ვეკიდებით, რომ ეს არის საზოგადოების კეთილდღეობისთვის, თუმცა ჩვენც ამ საზოგადოების ნაწილი ვართ, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ ყველა და შესაბამისად გზა არ უნდა გადიოდეს მოქალაქეების სიცოცხლის ხაზზე მინიმუმ. ამ საკითხთან, ამ კორპუსებთან დაკავშირებით კიდევ არის ერთი ფაქტი. ქალბატონი ირინა ალბათ მათი წარმომადგენელი ჩვენ სამწუხაროდ არ ყავს და ალბათ ქალბატონი ირინა ისაუბრეს მათი სახელით შეეცდება იმედია. მოდით გავუშვათ მესამე ვიდეო, მეექვსე კორპუსის მაცხოვრებლების თუ შეიძლება. 48 წელია ამ ბინაში ვცხოვრობ. მთელი სამეზობლო და მთელი უბანი დამემოწმება, რომ ნამდვილად აქ ვცხოვრობ. ვერ დავაკანონე, არ მაქვს საშუალება. არ მქონდა საშუალება და ეხლა მე უნდა გინდა თუ არა მოიტანე საბუთი იმისა, რომ შენია ბინა, რომ მოგცეთ თანხა. აი ამის გამო ვართ გასა. ნახევარი საბუთები გავაკეთე, ნახევარი ვერ გავაკეთე. არ ვიცი, ალბათ გამომასახლებენ, ალბათ. არ მომდა თანხას არ მოგცენ. მომიტანე საბუთიო, რომ შენია ნამდვილად. სა ჩემი გულის ტკივილი, მე ჩემ დავზე იმდენად არავის მოზარდი ბავშვი მყავს. ბიჭი იმას ხო უნდა თავისი კუთხე. 41 ოჯახიდან შედგება ეს კორპუსი. 30 ოჯახი გავიგეთ 2013 წელს, რომ თბილისი რუსთავის დამაკავშირებელი გზა კეთდება და უნდა დაინგრეს. მე საერთოდ არავინ აღარ მოვიდა. თავიდან 3-4 თვე ლამის ყოველდღე დადიოდნენ და მე შეწყდა აღარავინ აღარ მოვიდა. აუდიტი ჩატარდა 2013 წელს. 2015 წელს გაირკვა, რომ თურმე დამტკიცდა, რომ ნამდვილად ინგრევა კორპუსი, მანამდე რომ ვკითხულობდით, ზოგადად ან ურეკავდით, ან რაღაცა, ან რემონტის გაკეთება გვინდოდა, ან რაღაცა, იძახდნენ, არ ვიცით. 2015 წელს დამტკიცდა, რომ კორპუსი ინგრევა, ისევ იმ ძველი ჩატარებული აუდიტის შეფასებით, როცა თავიდან შეაფასეს,
დოლარი ღირდა ლარი და 60, ლარი და 63. ეს მათ საბუთებშიც არის დაფიქსირებული. მაგრამ ისე დროს შემოგთავაზეს თანხები 2015 წელს დოლარი ღირდა 2.55. 2.50. აი ესეთი თანხები იყო. 30 ოჯახი გასული. ზოგი უსინათლოები იყვნენ და ამ უბნის გარეთ ვერ დადიოდნენ. რმულად რო იტყვიან ყველა კუთხე კუნჭული იციან და რა თქმა უნდა სხვაგან ვერ იცხოვრებდნენ ამ ისეთი მაცხოვრებლები არიან გასულები და ისეთი ბინები შეიძინეს რომ ალბათ 1-2 წელი კიდე ალბათ არ ვიცი როგორ გადავლენ იმ ბინაში იმიტომ რომ ის გასარემონტებელია ის ბინები ჯერ ნახევარიც არ აქვს ხალხს გაკეთებული ისეთი ბინებია შეძენილი დარჩენილი ვართ 11 ოჯახი ვისაც გვაქვს საშუალო ფართი შეგვასახლონ ვისაც რა ფართი გვაქვს მე არ ვიძახი რომ მე მაქვს 40 კვადრატი და 100 კვადრატის ფართი მომცენ. ოროთახიანი მომცენ. მე აქ ამჟამად მაქვს ოროთახიანი. კანონში არის ხვენი შეგიძლია დაიკანონო. დაკანონებული გვაქვს იძახიან არ გეკუთვნითო. ანუ 1224 ლარში საერთო ფართით შედის, რაც წითელ ზოლში შედის, მიწაც შედის და ბინის საფასურიც. ეს დღეს რო გადაიმასაკნა, გადაახურდაო, ხო ეს თანხა $400 გამოგდის და საიტზე უდევთ რომ ჩვენ გვაძლევენ $527. ეგ სამართალია $527 დღეს რო დოლარებში მომცენ, მე სალაპარაკოსაც აღარ გავხდი, დღესვე გავალ. 54 წელია რაც ამ ბინაში ვცხოვრობთ. კაცი შვილს არავის არ მოუკითხებია. ყველანაირად ჩვენი სახსრები, ყველანაირად ჩვენი გაჭირება ერთი მეორეში გაგვიზიარებია ამ 53 ოჯახს. პლუს ამას ეხლა ვართ 12 ოჯახი დარჩენილი, ვისაც რომ ნამეტანი ფართები გვაქვს და ნამეტანი ყველაფერი გაკეთებული. მე ეხლა ამ ხნის დედაკაცი და ამ ხნის ქალი, ესე გამწარებული ქალი. აი ესე უნდა ვიდგე ტელევიზიასთან და ჩვენმა მთავრობამ ყურადღება არ უნდა მოგვაქციოს ვის რა გვიჭირს ამოვიდნენ და შეამოწმონ რომ გადმოგვიყარეს ძაღლების ლუკმა იმ ძაღლების ლუკმასაც რომ ვერ ავჭამთ და ვერ ვიღებთ ხო ყურადღება უნდა მოგვაქციოს რის გულისთვისა და ან ვინ არის ამ ბინის დამგრევი ან ვინ არის ამ ბინის პატრონი ან ვინ არის ჩვენი პატრონი ეს გვინდა რომ პირდაპირ დაგვალაპარაკო და გაგვარკვიონ საქმეში რისგან შედგება და რა ვინ მოდის აქ და რა უნდა გააკეთონ აგვიხსნან ყველაფერი თორე გამწარებულები ვართ გავალ პირდაპირ მეცხოვრებაში აღარაფერი აღარ მახარებს იმის თანაშვილი მყავს მიწაში ჩადებული რომ აღარც სიცოცხლე მინდა და აღარც ბინა აღარ მინდა გავალ პირდაპირ და შეუვარდები მანქანას და წამოვიდეს და იმ დამპალმა ივანიშვილმა სკამის გულისთვის რომ გამაგრდა წამოვიდეს და გააგოს პასუხი აი ესა ჩემი ბოლო სიტყვა ჩემი სიკვდილამდე მიამბიდან არ გავალ ან დაგვაკმაყოფილონ რასაც ავთხოვობთ ან არა და დაგვანებონ თავი ყველა აი ესა ჩემი ბოლო სიტყვა ნოირინე დღევანდელი მდგომარეობა ამ კორპუსთან დაკავშირებით ჩემს როგორც აცნობილი 25 ელოდებიან რაღაც პასუხს დასკვნა ეს თუ რა არის გითხარით მოკლედ თუ შეიძლება ამ კორპუსთან დაკავშირებით ორსართულიანი კორპუსი, რომელსაც სრულიად განსხვავებული პრობლემა აქვს. განვაგზო. დანარჩენი კორპუსებისგან განსხვავებით, იმიტომ რომ კორპუსი ყვება უშუალოდ პროექტის, უშუალოდ ზემოქმედების ქვეშ, გულისხმობს, რომ გზა გადის უშუალოდ იმავე ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად შენობა დგას და გრევას ექვემდებარება კორპუსი. ანუ აქედან გამომდინარე მუნიციპალური განვითარების ფონდი სთავაზობს ესე რომ ვთქვათ მაცხოვრებლებს კომპენსაციას ბინის სანაცვლოს და სთხოვს რომ დატოვოს კორპუსი თუმცა მათ აქვთ პრობლემები და ამაზე უკვე ისაუბრებს, მაგრამ განვავრცობ, რას ეხება ეს პრობლემა. დაანგარიშება, ესე რომ ვთქვათ, მათი საცხოვრებელი ფართის მოხდა 2013 წელს. როგორც ქალბატონმა ვიდეოში აღნიშნა, 2013 წელს დოლარის კურსი სრულიად სხვა მითიყო წარმოდგენილი და ამის შემდეგ უკვე თანხის გაცემა დაიწყო მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2015 წელს.
როდესაც უკვე დოლარის კურსი საკმაოდ მაღალზე ავიდა. ამიტომაც ფაქტიურად დღის მდგომარეობით მოსახლეობა არ აქვს საკმარისი თანხა იმისთვის, რომ თუნდაც ერთოთახიანი ბინა შეიძინოს და გავიდეს, ანუ დატოვოს თავის საცხოვრებელი პარტი. გარდა ამისა, კიდევ აღნიშნულ კორპუსის წარმომადგენლებს აქვს მეორე პრობლემაც ის, რომ კორპუსი არის საერთო საცხოვრებელი პარტის ტიპის, რაც გულისხმობს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდს არა მარტო უნდა გადაიხადა სადაც ცხოვრობენ იმის თანხა, არამედ საერთო საცხოვრებელი პარტისც უნდა მომხდარიყო მისი, ესე რომ ვთქვათ, დაანგარიშებაც. თუმცა საერთო საცხოვრებელი პარტის დაანგარიშება არ მომხდარა. მესამე პრობლემა იყო ის კიდევ, რომ მოგეხსენებათ, რომ მათი ძირითადი ნაწილი არის სოციალურად დაუცველი და უსინათლო და მაცხოვრებლები, რომელთაც არ ჰქონდათ ამ წლების განმავლობაში იმის საშუალება, რომ საჯარო რეესტრში, ესე რომ ვთქვათ, ოფიციალურად დაერეგისტრირებინათ ქონება. თუმცა აზიის განვითარების ბანკი, როგორც გითხარით, აფინანსებს პროექტს. აზიის განვითარების ბანკის პოლიტიკის მიხედვის იმ პროექტში, სადაც აზიის განვითარების ბანკი არის ჩართული, უკვე საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს მისი პოლიტიკაც. მისი პოლიტიკა კი გულისხმობს უკვე, რომ პროექტის განხორციელების პერიოდში საქართველოს მთავრობა, ანუ განმახორციელებელი მუნიციპალური განვითარების ფონდი უნდა დახმარებულად თითოეულ მათგანს, რომ ეს ქონება დაერეგისტრირებინათ, ისე რომ თანხაც უნდა გადაიხადა, ესე რომ ვთქვათ, მუნიციპალური განვითარების ფონდს. თუმცა იმის ნაცვლად რომ დახმარებოდა პირიქით პრობლემებს უქმნიდა ამ მოსახლეობას ამ ესე რომ ვთქვათ, ქონების დარეგისტრირებაში, რომ აღარაფერი ვთქვათ, საერთო საცხოვრებელ პარტს. თუ ხელს არ მოაწერს ეს 11 ოჯახი, რა ემუქრებათ მას? რა საფრთხეში? ამ შემთხვევაში უკვე ეხლა რაც ბრძანებთ თქვენ, რომ მაისის ბოლოს ელოდებიანო, მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე მათი საცხოვრებელი პარტები, ესე რომ ვთქვათ, ჩამოერთმევათ, ესე რომ ვთქვათ, საქართველოს კანონის ექსპროპრიაციის შესახებ მიხედვით, როგორ სასამართლოზე გავა ამ შემთხვევაში და მოსახლეობას მოუწევს, მაცხოვრებლებს მოუწევს ამ შემთხვევაში სასამართლოზე იდაონ თავიანთი ქონების შესახებ. კარგით. მოდით კორპუსზე გადავიდეთ, ეს ძალიან ერთი კითხვა უნდა დავსვა მე გავտնე. ბოლო კორპუსი დაგვრჩა და უბრალოდ დროს შევერჩა. ეს კითხვაც მე დავსვი მანამდეც, მაგრამ რამდენად კოორდინირებულად, რამდენად მწვანე ალტერნატივა გეგმავს, რომ იქნებ ამ კორპუსების ამ ადამიანების კონსოლიდაცია მოახდინოს და ერთობლივად მოხდეს, თქვათ, ამ 4-ვე კორპუსის საკითხის. აი ხა მოგახსენებ მაგას. დიახ, ძალიან მოკლედ მოგახსენებთ მაგ საკითხს, დიახ, ეხლავე. მოგახსენეთ, რომ საჩივრის განხილვების კომისიაში შეტანილი იყოს არჩელი. საჩივარი რამოდენიმე კორპუსის. თავდაპირველად ეს საჩივრები გაგზავნილი იყო ცალ-ცალკე, მაგრამ ბოლოს საჩივრების განხილვების კომისიამ, რადგან პრობლემა იყო ერთი და იგივე, ძირითადად რამოდენიმე კორპუსს ჰქონდა ერთნაირი პრობლემა, თვითონ ეს რო ვთქვათ, გააერთიანა ეს საჩივარი ერთ საჩივრად, რამოდენიმე კორპუსის. ამიტომაც ამ რამოდენიმე კორპუსის ესე რო ვთქვათ, საჩივრების განხილვა ამ ეტაპზე მიმდინარეობს ერთად. დასკვნაც რაც საჩივრების განხილვების კომისიამ გამოაქვეყნა 2016 წლის თებერვალს, ეს დასკვნაც მოქმედებს ყველა ამ კორპუსზე. თუმცა ეს მე-6 კორპუსი ამ შემთხვევაში არის გამონაკლისი, იმიტომ რომ მათ უკვე სხვა პრობლემა აქვს, განსახლებასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს უკვე და ეს უკვე აზიის განვითარების ბანკის სხვა პანელში არის მათი საჩივარი შეტანილი და ცალკე განიხილება. მოკლედ ძალიან ცოტა დრო გვაქვს, უნდა მოვასწროთ ერთი კორპუსით. მე თუ შეიძლება ბოლო მე-4 ვიდეო გავუშვით, მე-16 100 ვიდეო. ჩვენი კორპუსი უკვე დიდი ხანია აშენებულია, თითქმის ვადა გასული აქვს, კოროზირებულია, უკვე კოროზია დაწყებულია, თითქმის იშლება მთელი ჭერი. თქვენც ხედავთ როგორი სავალალო მდგომარეობა, ყოველდღე იყრება ხრეში, რადგან უკვე დაშლის პროცესია და ეს რატომ ხდებოდა? იმიტომ რომ ხანძრივი პერიოდის განმავლობაში წყალი ჩამოდიოდა და წყალმა რა თქმა უნდა დაშალა და ეხლა რადგანაც ეხლა ლაპარაკია უმნიშვნელოვანეს მაგისტრალის გაყვანაზე, ეს კორპუსი ნამდვილად ვერ გაუძლებს. მე აქ 3 წლის წინ დავიწყე რემონტის გაკეთება, მინდოდა რაღაც ცოტა მომეწესრიგებინა, მაგრამ როგორც ხედავთ, ხელოსანმა უარი მითხრა ჭერზე თაბაშირ მუყაოს შეკიდული ჭერის შეკეთებაზე, რადგან ჭერი ვერ გაუძლებდა აი ამ სიმძიმეს. და თქვენ თვითონაც ხედავთ როგორი დეფორმირებულია ჭერი
წერი და რა თქმა უნდა ამ იმას რა ქვია რხევებს ეს ჩვენი корпуსი ნამდვილად ვერ გაუძლებს ამაზე დასკვნაც არის მოტანილი ამის შესახებ და მართლაც აი ყოველ დღე როდესაც შემოვდივარ გარედან სახლში მე მხვდება ჭერიდან ჩამოყრილი ხრეში დღესაც აი ახლა თქვენ უბრალოდ ვეღარ მოუსწარით მე ავკრიფი აქედან ჭერიდან ჩამოყრილი ხრეში ეს იმის დასტურია რომ უკვე დაშლილია აღარაფერი აღარ აკავებს თითქმის და აგერ ღრმულში ნაცვლად ჩანს რომ რკინა ბეტონი კი აღარ არის უბრალოდ მხოლოდ ტოლიღა ჩანს ხო და აქედან გამომდინარე ძალიან ცუდი პირობები შეგვექნება თუ კი მაგისტრალი გაიყვანება ეკოლოგიური თვალსაზრისითაც და ბინის მდგრადობა არის რისკის ქვეშ ჩვენ ამ შემთხვევაში ვითხოვთ ერთადერთ რამეს ჩვენ ვიყოთ უსაფრთხოდ მოგცემ იმის გარანტია რომ ჩვენი корпуსი გაუძლებს მდგრადი იქნება და ჩვენ არაფერი დაგვემუქრება რაშიც მე ძალიან ეჭვი მეპარება იმიტომ რომ გითხარით რომ ყოველ შემოსვლაზე ყოველ ჯერზე ჭერიდან იყრება ხრეში კოროზირებული ნაწილაკები ჩამოდის ჭერიდან და ჭერი არის დეფორმირებული ამას ვითხოვთ და გარდა ამისა ახლა ეკოლოგიური თვალსაზრისით რა სიტუაციაში აღმოჩნდებით ეს უკვე მეორე თემა მოდი ლუკა გითხარით თქვენი корпуსის შესახებ კონკრეტულად მე როგორც ვიცი ორივე მხარეს აქვს თქვენს корпуს მიშენება მოდი და ქალბატონმა ესმამ დასვა წინაზე კითხვა ანუ რამდენად კანონიერია ყველას აბსოლუტურად ეს დაკანონებული აქვს ეს მიშენებები ეს არ არის ინდივიდუალური მიშენება და აბსოლუტურად ყველა მიშენება არის კანონიერი ანუ ორივე მხრიდან არის კი როგორც წინ ისე უკანა მხარეს აქვს მიშენებები ხო თქვენი корпуსის შესაბამისად დიდი საფრთხის წინაშე დგას ქალბატონ ლამარს უნდოდა ერთ სიტყვის დამატება და დავამთავრებთ გადაცემას თუ შეიძლება ოღონდ ძალიან მოკლედ თუ შეიძლება კი ბატონო მე მინდა აღნიშნო რომ საძინებლები რომლებიც წყლის ნაპირზე მდებარეობს იქნება 24 საათის განმავლობაში ძალიან ხმაური ვიბრაციის და სიბნელე იქნება კი სიბნელე იქნება აღარაფერს ვამბობ იმ სოციალურად დაუცველ მხრივად აქვეითებულ და უსინათლო ადამიანებზე და ჩემი ის იქნება ჩვენი მოთხოვნა იქნება ერთ-ერთი იმედია ჩვენი განსახლება იმედია ყველაფერი მოსახლეობის კუთხით გადაწყდება. დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის. დღევანდელი ჩვენ გადაცემა ახალგაზრდული სული ამ თემით გემშვიდობება ზუსტად 2 კვირით მომავალ შეხვედრამდე. 2017